320 იძულებით გადაადგილებული ოჯახი ბინას მიიღებს. ზუგდიდში 10 ახალი საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარების მინისტრმა დაათვალიერა. მიმდინარეობს ტერიტორიის კეთილმოწყობა, პროექტი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვისაც. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ზუგდიდში 10 ახალ საცხოვრებელ კორპუსს აშენებს. 320 იძულებით გადაადგილებული უფლოს გადაეცემა საცხოვრებელი ფართები ამ დასახლებაში. აგრეთვე მათ ექნებათ 24 საათიანი წყალმომარაგება, კეთილმოწყობილი ბაღი, სპორტული მოედნები და ბავშვთა საბავშვო მოედნები. ამჯერად ობიექტზე მუშაობს დაახლოებით 150 ადამიანი, რომლის 30% ალბათ შეადგენს დევნილთა რაოდენობა. არავითარი ხარვეზი, სამუშაო მასალების მოწოდებით, ხელფასებით ყველანაირად ვართ უზრუნველყოფილები. დღეს ჩვენ ვიმყოფებით ქალაქ ზუგდიდში, სადაც გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკის დაფინანსებით მიმდინარეობს 10 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, რომლის დასრულების შედეგად 320 დევნილ ოჯახს გადაეცემა საკუთარი ბინები.